რამდენი ხანია ერთად არ გამზადებულ ვართ. Get ready with me. ამასთანავე ლილა მითხრა, რომ შენო სულ ერთნაირ მაკიაჟს იკეთება, თვითონ ხო აკეთებ სამ ექსპერიმენტებს და მეც დავაკვირდი, რომ მაინც სადაც ერთნაირად ვიკეთებ და დიდად პროდუქტების შეცვლითაც არ გამოვირჩევი ხშირ-ხშირად, ასე რომ არ ვიცი თუ რამე დაგაინტერესებთ, გაგიზიარებთ იმ პროდუქტები რასაც ხმარობ, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამას ხმარობ 23 ნომერს BB კრემს მიზონის, ახლა ეგ მისვია. კონსილერი Huda Beauty მაქვს. კონი არ არის ცუდი. თუმცა შეიძლება ხმარობ და ისიც კარგი იყო. ეს კონსილერი არის ვერ ვხედავ. Ოცდა 11-73 გონი, ძალიან წვრილად აწერია. და არა, ბრუციანიც ვარ, მაგრამ ხო. არ არის ცუდი. და იცით, ვიждები აი ამ პალეტრაზე. NYX's 3 steps to sculpt. ამას ვისვამ თვალის ქვეშ. ამას ვიყენებ კორექციისთვის და ეს highlighter. ძალიან კარგია და უკვე მრავალ მეათეჯერ მაქვს მგონი. ფუნჯებს რაც შეეხება ივროშეს ფუნჯები მაქვს ხალხნო. იცით რამდენი ხანია? ძალიან კარგებია. აი ესეც ივროშია. და ფანტასტიკურად ხმარობ. კორექციას ვიკეთებ ძალიან მინიმალურად, არ მიყვარს ძალიან ზოლები რო ეტყობათ სახეზე. და ამავე ფუნჯით ვიკეთებ იგივე მით რა ქვია რომიანას ვეძახით არა ამას ვეძახით ამას არ ვიცი იგივე ფუნჯით ვიკეთებ ძალიან მეზარება ახალი ფუნჯების დებნა ოდნავ ცხვირის კორექციას უბრალოდ ესე ხელს ვუჭერ ვათხელებ და მგონი ყოველდღიური მაკიაჟისთვის და ძალიან რო არ ყვიროდეს სრულიად საკმარისია კანისფერი მგონი კარგია ბლაშსაც არ ვღალატობ თუმცა მაქვს რამდენიმე სხვა მაგრამ Make Up Forever ნომერით რაღაც არ აქვს. აი ეგეთი ფერის ბლაშს ხმარობ. არის ძალიან პიგმენტური. აი ამ ტუშზე გაუგნებოდით. მე ხო ხმარობდი ამას სულ. ეხლა რა ვიყიდე შემეშალა და ვიყიდე waterproof. რომელიც არასდროს არ შორდება. ძალიან კარგი ტუშია, კარგად წევს. წამს კარგად ახშირებს, არასოდეს არ შორდება, ძალიან ძალიან მოსაშორება. ჭაღარები მომემატა როგორც ხედავთ, აბა ხო არ მომაკვდებოდა. ავიფრიხოთ წამწამები. წამწამები მაქვს ძალიან გრძელი, მაგრამ ძალიან დახრილი, ამიტომ უხდება აბრეხვა. ტუშითაც კი ვიზამდი, მაგრამ თუ დრო მაქვს, ამასაც მივახმარ ხოლმე ეს ჩვეულებრივ ესებრეხი. ტუში. აი ეს ტუში. ეს ვიყიდე დუგლასში. ეს ტუში. და ძალიან კარგი გამოდგა. ვახმარებ აი ესეთ ჯაგრისი რომ არ არის
ჯაგრის რომელიც არის მყარი. აი ამ სიმაღლიდან უფრო კარგად ჩანს ყველაფერი. ხო, რა დამრჩა? რა დამრჩა და ტუჩის კონტური ალბათ. არც ამას არ ვღალატობ. Make up forever. იგივე ნომერი, იგივე ფერი. Free Burgundy 718 არის. და ოდნავ კონტურს ამითი ვიკეთებ. და მე ვიტარებ, არ ვიცი ხა ეს რა მეთოდია შემოგონილია. აი ვიპოვე lip cheat, pillow talk, ტილბური. მეგობრებო, აი ეს გამოდგა ყველაზე კარგი ტუჩის ბალმი. ლაბელო, გახსოვს ჩვენს ბავშვობაშიც იყო. ეს ვიყიდე პრაღაში აფთიაქში, არ მქონდა და შევედი და რეალურად არ ბილებს, ანუ არც ვაზელინი, არც მაქვს რაღაცა დიორის ბალმიც, კიდე მაქვს არ დავასახელებ ხა სხვა ბრენდებს ბალმები. აი ეხლაც ვუყურებ რამდენი მიდევს, მაგრამ მაინც ეს აი ესეთი ჩვეულებრივი ტუჩის ბალმია. არ ვიცი რა შეიცავს, მაგრამ გერმანულია. შემოდგომა არ აწერია. მოკლედ ეს არის რა. ხო, რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გეგმებს, დღეს სამშაბათია და ქალებს რადიოში მაქვს გადაცემა. როგორც იცით, ვინც არ იცით, ახლა გაიგებთ. რომელსაც ქვია ჯანმრთელობის საათი და ვცდილობ რომ ისეთი თემები შევარჩიო ყოველ კვირას, რომელიც საინტერესო იქნება განსაკუთრებით ქალებისთვის, რა თქმა უნდა, თქვენთვის, ვინც ახლა მიყურებთ. დღეს სტუმრად ველოდები ქალბატონ ელენე გიორგაძეს, ენდოკრინოლოგს და ჩვენი თემა იქნება ენდოკრინული პრობლემები. აი მართლა მინდა გამოვარკვი, აი გავსუქდი, ვერაფრით ვერ ვიკლებთ, ალბათ ჰორმონები დამერღვა და ალბათ რაღაც ენდოკრინული პრობლემა აქვს, იმას აინახეთ. ხო გაგიგიათ ეს ფრაზები ხშირად. ხო და გავარკვიოთ რა არის ენდოკრინული პრობლემა, რამდენად აქვს ყოველთვის კავშირი მას ჭარბწონასთან და სიმსუქნესთან და ასევე სხვადასხვა ენდოკრინულ დარღვევებზე, თუნდაც მენოპაუზის და მთავარი ჩემს გარეგნობაში მთავარია რომ წარბი იყოს დავარცხნილი. აი ხო ერთს დავივარცხნე. და მეორე შეატარეთ. სხვათა შორის წარბის არანაირი მას არ ხმარობ. არ მიხდება ეს ფიქსატორები, რაღაცები რაც ფერს აძლევს, ამ წარბს კიდე ფერი უნდა. უბრალოდ მთავარია რომ კორექცია მქონდეს კარგად გაკეთებული. კორექციაში გულისხმობა ჩემი წარბის ფორმის გამო კვეთა და დავივარცხნო. დერბერი. აი ესე. ცოტა ამაქვს ზევით და გვერდით. რამდენი ხანი უნდა დავარცხნო? წარბთან ისტერილ